28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 12 საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აღასრულა. თანამსახურებდნენ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ყოვლად სამდელო მეუფე, თქვენო მეუფებავ, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ღვთისმშობლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გადავიდა მარადიულ სამყაროში. და აი გადმოცემით ცნობილია, რომ თვით უფალი იესო ქრისტე მობრძანდა წმინდა ანგელოზებთან ერთად, რომ მისი სული მიეღო და ზეცაში აიყვანა. წმინდა ანგელოზები ხარობდნენ, ადამიანები კი გლოვობდნენ, რადგან ეგონათ, რომ დედა ღვთისამ დატოვა ისინი. მაგრამ დედა ღვთისმშობელს ჩვენ არ დავუტოვებივართ. როგორც ნათქვამია დღევანდელი დღესასწაულის ტროპარში, შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე. არამედ ის გახდა მარადიული მეოხი ჩვენი ღვთის წინაშე და მთელი კაცობრიობის და ყოველი ჩვენგანის დედა. აი მის ხანგრძლივ მიწიურ ცხოვრებაში დედა ღვთისმშობელს შეხვდა ბევრი განსაცდელი და მწუხარება და ტანჯვა. მაგრამ მრავალი იყო ასევე სიხარულიც მის ცხოვრებაში. და აი ამ სიხარულთაგან უკანასკნელი იყო მისი მოახლოებული გარდაცვალების უწყება. და ეს თვით ეს მოვლენაც მოხდა დიდი სიმშვიდით, დიდი სიხარულით. და ეს დღე მიძინება ღვთისმშობლისა რაზე გვაფიქრებს ძვირფასო ძმებო და დებო ჩვენ? ჩვენს გარდაცვალებაზეც, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოელის. უმეტესობა ჩვენგანისთვის რა არის სიკვდილი? ეს არის რაღაც საშინელება, საშინელი მოვლენა, უაზროც შეიძლება ითქვას, რომელზე არათუ ლაპარაკს, არამედ ფიქრსაც კი ვერ იდებით ხოლმე. რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ცუდად ვაცნობიერებთ თუ რა არის გარდაცვალება და სიკვდილი. აი თქვენ იცით, რომ პირველი ადამიანი ცოდვის გამო დაექვემდებარა სიკვდილს და ამით სათავე დაედო ცხოვრებას განსაცდელებში, შრომაში. მაგრამ ამ ქვეყნად მოვლენილმა ძე ღმერთმა, უფალმა იესო ქრისტემ ისე გააკეთა, რომ თუ ჩვენ მოგვინდება, თუ ადამიანს მოუნდება, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს და დარჩეს მხოლოდ სახელწოდებად. და მართლაც დღეს სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის სიკვდილი. მარტო სახელია მისი, სახელწოდებაა მისი დარჩენილი. და უფრო სწორედ რო ვთქვათ, აი როგორც ამბობს შესანიშნავად წმინდა იოანე ოქროპირი, მისი სახელიც კი ლიტონი გახდა. იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილს აღარ ვუწოდებთ სიკვდილს, არამედ გარდაცვალებას
დაძინებას, განსვენებას. აი შეგახსენებთ თვით უფალი იესო ქრისტე რას ამბობს, რომ ჩემმა მეგობარმა ლაზარემ გახსოვთ რა სიტყვას ხმარობს? დაიძინა და მე მივდივარ მის გასაღვიძებლად. წმინდა პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ არ გვინდა ძმებო თქვენი უმეცრება, ვის გამო თუ გახსოვთ? შესვენებულთა თაობაზე. არ გვინდა თქვენი უმეცრება შესვენებულთა თაობაზე. აი მაშას ადამე რა ყოფილა გარდაცვალება? ეს არის გადასვლა უკეთეს სამყაროში, გადასვლა მარადისობაში და ასევე ასეთნაირად ამბობენ წმინდა მამები, რომ ეს არის მესამე დაბადება ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში. ანუ დაბადება მარადიულ ცხოვრებაში. აი როგორც ადამიანი ხორციელად იბადება ამ დედამიწაზე, ასევე იბადება სულიერად ნათლისღების საიდუმლოებაში, ასევე გარდაცვალების შემდეგ იბადება მარადიული ცხოვრებისთვის. და აი ამ მესამე დაბადებისთვის ჩვენ სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვემზადებით, ან და საერთოდაც არ ვემზადებით. და აი ამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მესამე დაბადების გაუცნობიერებლობის გამო მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად იმის მაგივრად, რომ იყოს ამ დიდი საიდუმლოების წინაშე მოწიწება და ლოცვითი განწყობა, არის ხოლმე შფოთი, აურზაური და შიში და ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალი ადამიანისთვის ზედმეტად აწუხებენ ხშირად სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით. ზოგჯერ ასეც ხდება. ასე რომ ძვირფასო ძმებო და დებო, აი დავფიქრდეთ დღევანდელ დღესასწაულზე. დავფიქრდეთ ჩვენს ამ მესამე დაბადების თაობაზე. იმ წუთებზე, აი იმ დიდებულ წუთებზე და როგორ მოემზადებით ამისთვის. და ყოფილიყოს დედა ღვთისა, ჩვენი შემწე, მეოხი და მფარველი ამ დიდებულ წუთებში და წამებში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს რა თქმა უნდა ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც აი პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ ვიკრიბებით ვლოცულობთ და რა თქმა უნდა გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც მასთან ერთად ყოფნა და ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეეწიოს მის სულს და აცხოვნოს. გილოცავთ კიდევ ერთხელ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედა ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი და ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ. გადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის საფლავთან მიბრძანდა და პატივი მიაგო მის ხსოვნას. სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები მორწმუნეებს დღესასწაულს ულოცავდნენ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენს ქვეყანას ავედრებდნენ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 4
მნიშვნელოვან დღესასწაულთან განი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული არის დღეს ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება. მისი შობა, მისი ტაძრად მიყვანება, ხარება და რა თქმა უნდა დღეს არის მიძინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და ბუნებრივია რომ ამას საქართველოს ეკლესია და არა მარტო საქართველოს ეკლესია მთელი მართლმადიდებლური სამყარო ძალიან დიდი ღირსებით და ძალიან დიდი შემართებით აღნიშნავს. სიონის ეს უძველესი საპატრიარქო ტაძარი მოგვიხსენებათ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე არის აგებული, შესაბამისად ტაძრის დღესასწაული გახლავთ დღევანდელი დღე და ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ღვთისმსახურებას. მთელ სერს ულოცავ დღევანდელ დღეს, ღმერთო მრავალს დაგასროთ. სერაფიმ საროველი აფრთხილებდა ყველას, რომ თავი შეეკავებიათ საქართველოს მიმართულ გამოხდომებისგან. იმიტომ რომ ეს არის ღვთისმშობლის წილხდომილი ქვეყანა, მას ღვთისმშობელი იცავს და ღვთისმშობელი იფარავს. რომ არა დედა ღვთისა ესოდენ დიდი მადლი და წყალობა, რა მოგვაღწევიებდა ჩვენ აქამდე. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, მთელ საქართველოს ულოცავ ღვთისმშობლობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქართველთათვის განსაკუთრებული წმინდანია, სამყაროს დედოფალი, სამყაროს დედა, რომელსაც ერგო წილხვედრად სამშობლო ჩვენი საქართველო. ეს განსაკუთრებული პატივია ჩვენთვის, მაგრამ ამასთან კოლოსალური პასუხისმგებლობაც, რადგან ძალიან ბევრს გვავალებს ეს, რომ უნდა უერთგულოთ ბოლომდე ჩვენს დედა ღვთისმშობელს, რომელმაც ღმერთი დაიტია, მთელი სამყარო დაიტია თავის წიაღში და მოავლინა ქრისტე ამ ქვეყნად და გვაჩუქა იმედი და სასოება იმისა, რომ როდესაც მას შევთხოვთ რწმენითა და გულით, ძემისი იესო ქრისტე მაცხოვარი ჩვენი შეისმეს მის თხოვნას, თავის დედის თხოვნას და ჩვენც გაგვიკაფავს გზას სასუფეველისკენ, თუ რა საკვირველია მოიქცევით ქრისტეს მცნებების მიხედვით, უფლის სიყვარულით და სამშობლოს ერთგულებით. ულოცავ სრულიად საქართველოს ამ დღეს, ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდეს და უნეტარეს შიოს და ყოველთა მართლმადიდებელთან. მარიამობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ დღეს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა საზეიმო წირვა სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც ჩვენი გუნდიც გალობდა და მე მინდა ჩემი და ჩემი გუნდის სახელით სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე, განსაკუთრებით მის უწმიდესობას და უნეტარესობას შიო მესამეს და ღვთისმშობელს შევთხოვო ჩვენი ქვეყანაში ყოფილიყო სიმშვიდე, სიყვარული და მადლიერება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი. ასევე მე მინდა რომ გამოვთქვათ ჩვენი მონატრება ჩვენი უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესადმი და უფალს შევთხოვო რომ მისი სული სავანეთა მართალთასა დააწესოს და აი როგორც მისი უწმესობა ამბობდა, ზეციური საქართველოს ეზოდან დაგლოცოს ჩვენმა ტკბილმა პატრიარქმა ილია მეორე. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით მრევლის წევრებს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლები საჩუქრად დაურიგდათ. ყველას გილოცავთ მარიამობას. ეს დღე ძალიან დიდი დღეა ჩვენთვის, იმიტომ რომ საქართველოს მფარველია ღვთისმშობელი, საქართველო არის ღვთისმშობლის კურთხეული ქვეყანა. მინდა ყველა იყოთ ჯანმრთელები, ბედნიერები, გახარებულები და
გაეგრძელებიოს საქართველოს უფლის ერთგულება, როგორც აქამდე იყო, ისე მომავალშიც. საქართველო არის დედა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა, ყველას ვულოცამ ამ წინვალე დღესასწაულს დაგლოცოს, გაბრწყინდეს და ვისცხოვროთ ისე ღირსეულად, როგორც დედა ღვთისას გაეხარდებოდა მის წილხვედრ მიწაზე. დღეს განსაკუთრებული დღე არის საქართველოსთვის, ჩვენთვის ქართველებისთვის და ცოტა სევდიანიც არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ნეტარხსენებული პატრიარქის ილია მეორის გარეშე პირველი მარიამობაა და მას ძალიან უყვარდა ეს დღესასწაული. ასე ვხვდებოდით ხოლმე სიონში მასთან ერთად წირვებს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენს უწმინდეს ახლად არჩეულ პატრიარქს შიო მესამეს ვულოცავ ჩვენი ჩოხოსნების სახელით დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველს დედა ღვთისამ გააძლიეროს დაიფაროს ჩვენი ქვეყანა მრავალ მარიამობას. აღსანიშნავია, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს მორწმუნეები ორკვირიანი მარხვით ხვდებიან. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის გამო მარიამობა საქართველოში განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნება. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ მრევლი კიდევ ერთხელ დალოცა.